ფორუმი გვაქვს, მოგესალმებით, შეგვიძლია დავიწყოთ. სტომა დღის ეს რიგით გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი განსახილველი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისივე თამდები საქართველოს კანონის პროექტები მოხსენებელი გთხოვთ დავამტკიცოთ ეს დღის ეს რიგი და მოხსენებელი გახლავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველი. გთხოვთ ბატონ ალექსანდრე. მოგესალმებით, მოგესალმები კომიტეტის წევრებს და ამ საზოგადოებას, ყველას მოგილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. რაც შეეხება ჩვენს კანონ პროექტს, სავალდებულო კომიტეტის ფარგლებში წარმოგიდგენთ იმ პრინციპულ ცვლილებებს, რაც ამ კანონში შედის. ძირითადად ჩვენ შევეხეთ სამ კატეგორიას იარაღისას, ეს არის ელექტროშოკული მოწყობილობა, გაზის აეროზოლური მოწყობილობა და ეს არის აკუსტიკური იარაღი. თითოეულ იარაღთან დაკავშირებით საკმაოდ, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი და მწირი არის საკანონმდებლო ჩანაწერები და ფაქტიურად კონტროლის მექანიზმები მინიმუმამდეა დასული, რაც პრაქტიკაში გვხდება, რომ ამ იარაღის გამოყენება ხდება ხშირ შემთხვევაში ბოროტად, განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ბავშვების ხელში ხდება ეს იარაღი და არაერთი, ასე ვთქვათ, შეტყობინება გვაქვს სასკოლო დაწესებულებიდან, როდესაც ხდება ამ იარაღის გამოყენება და უწევს მანდატური სამსახურს პოლიციას ჩარევა, შესაბამისად დადგა საჭიროება, რომ გადაგვეხედა ნორმებისთვის. ამასთან ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და სწორედ მათი გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა ეს პროექტი. პირველი თქვენის ნებართვით დავიწყებ ელექტროშოკური მოწყობილობით, ეს არის მოწყობილობა, რომელიც, ასე ვთქვათ, დენის ეფექტით თავდამსხმელის ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, განეიტრალებას ახდენს და დროებით უკარგავს მას თავდასხმის შესაძლებლობას. თუმცა ეს იარაღი ჩვენ რომ ნახეთ სხვა ქვეყნებში ბევრგან აკრძალულია და თავისუფალ ბრუნვაში არ გვხვდება. დღეს ჩვენ შემთხვევაში საქართველოში ეს ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდავი რაოდენობით, მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად საფრთხეებისა, შეუძლია იყიდოს და გქონდეს და ატაროს შეუზღუდავად. შესაბამისად, აქ რისკები მაღალი იყო და ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვას ეს იარაღი და გქონდეთ მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს და კერძო დაცვით ორგანიზაციებს, ვისაც საქმიანობიდან გამომდინარე ეს საჭიროება. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია მოქალაქეებზე მისი მიყიდვა შეზღუდული იქნება და შესაბამისი სანქციებიც არის გათვალისწინებული. მეორე იარაღი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო, ეს არის ხმოვანი აკუსტიკური იარაღი. ეს იარაღი ამ იარაღს არანაირი, ესე ვთქვათ, თავდაცვითი დანიშნულება არ გააჩნია. ეს არის ფუჭი ვაზნების სასრულად გათვალისწინებული იარაღი. თუმცა ვიზუალურად თუ ნახავთ დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი გვხდება 100-150 ლარად ნებისმიერ ადამიანს შეიძინოს და თან ჰქონდეს ეს იარაღი და აბსოლუტურად ერთ-ერთი ასლი არის იმ რეალური იარაღის, რაც ცეცხლსასროლ იარაღს გულისხმობ, რომელიც, რა თქმა უნდა, შესაბამის რეგულაციებში ექცევა. დანიშნულება ამ იარაღის ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში შევიტანეთ ცვლილებები და განისაზღვრა, რომ ეს არის მხოლოდ სპორტული წარმოდგენის დროს ხვის, ესე ვთქვათ, მიმანიშნებელი და შეიძლება გამოიყენებოდეს, ასევე თეატრალურ და კინოგადაღების დროს იარაღის იმიტაციისთვის. მეტი სხვა დანიშნულება არც თავდაცვითი, არც ვთქვათ, რაიმე ტიპის დანიშნულება არ გააჩნია. თუმცა პრაქტიკაში ვინაიდან ძალიან ხელმისაწვდომია იაფია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ იყიდოს, გინახავთ ალბათ არაერთი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ადამიანი ქუჩაში იყენებს ამ იარაღს და განცდაა რომ თავდასხმა მოხდა რაღაცა და ასე შემდეგ. ყაჩაღობის დროსაც ხშირად ყოფილა იარაღი გამოყენებული. ამიტომ ჩვენი, ესე ვთქვათ, შემოთავაზება დღეს და რეგულაციას ექვემდებარება მხოლოდ გადატანის საკითხი, ანუ ტარება არ შეიძლება, მხოლოდ გადატანა შეიძლება კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ მაინც ხდება ბევრი ადამიანის ხელში ეს იარაღი. ბოლოს მახსოვს ერთ-ერთი ჟურნალისტმა გააკეთა ძალიან დიდი სიუჟეტი, რომ თვითონ მას გამოეკიდნენ, რაღაც თავს დაესხნენ, რაღაცა სროლები ესროდნენ მას და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი რესტორნიდან ერთ-ერთმა ადამიანმა ეს აკუსტიკური იარაღი გაისროლა რამდენიმეჯერ და შედეგი ეს იყო, თუ რეალობა ეს იყო, რაც მოხდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, განცდა შევა, რომ თითქოს ასე ვთქვათ, ამ იარაღს, ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს ადამიანი. სწორედ ამიტომ ჩვენ შევოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც შეიზღუდება
პოლიციის თანხმობის გარეშე ამ იარაღის შეძენა, ანუ ვისაც დანიშნულებისთვის ჭირდება იქნება ეს თეატრალური წარმოდგენა, სპორტული ღონისძიება თუ კინოგადაღება, რა თქმა უნდა აიღებს ნებართვას პოლიციისგან და შეუძლია შეიძინოს და დანიშნულების სამერ გამოიყენოს, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, როგორც დღეს ხდება, რომ რა ვიცი 5 წლის ბავშვსაც და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ იყიდოს მაღაზიაში და თან კონდეს როგორც სათამაშო იარაღი, ეს რეგულაცია ვთქვათ აღარ იარსებებს და ამ შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები. და ბოლო იარაღი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო, ეს არის წიწაკის სპრეი, ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი, გაზის აეროზოლული მოწყობილობა, რაც კანონში არის განსაზღვრული. აქაც არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია შეიძინოს და ხშირი არის შემთხვევები, როდესაც სკოლაში ბავშვები იყენებენ ჩაშლას, გაკვეთილო პროცესი, არაერთი შეტყობინება შედის მანდატური სამსახურში, სადაც რეაგირებას ითხოვენ ასე დროს. გარდა ამისა, რაოდენობაც არ არის შეზღუდული, შეუძლია ადამიანმა იყიდოს შეუზღუდავი რაოდენობით ეს საშუალება და რა თქმა უნდა არის რისკები თვითდაზიანების და სხვისი დაზიანების. აქაც შემოგვაქვს, ასე ვთქვათ, რეგულაცია, რომლითაც 18 წლის ასაკის ქვემოთ შევზღუდოთ ამ იარაღის გაყიდვა, ხოლო 18 წლის ასაკის ზემოთ, ვისაც სჭირდება თავდაცვის მიზნებისათვის, შეათანხმოს პოლიციასთან და შეიძლება რომ იყიდოს და ატაროს ეს იარაღი. ეს არის ის ძირითადი საკითხები პრინციპების დონეზე, რაც თქვენთვის მინდოდა მომეხსენებინა. კითხვების შემთხვევაში მზად ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ასე ვთქვათ, პროექტი ეფუძნება კვლევას, რომელიც არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითზე იქნა შემუშავებული და რა თქმა უნდა, შემდგომი განხილვებისთვის თუ კი რამე კონკრეტული მოსაზრებები იქნება თქვენის მხრიდან, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობის და დიალოგისთვის. დიდი მადლობა. მადლობა, ბატონო ალექსანდრე. კითხვები თუ გქონდათ კოლეგებო? დიახ, ბატონო. მოგესალმებით ყველას კოლეგებო, ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით, გილოცავთ გიორგობას, ბრავალს დაესწარით, ბრავალს დაგვასწროს ღმერთმა და გვეწეოდეს მისი ძალა და მადლობა. ბატონო ალექსანდრე, სამივეზე მაქვს პატარა ჩაკითხვა ასეთი. ერთი სპრეი ახსენეთ თქვენ და შემთხვევით 18 წლამდე ასაკის ადამიანის ხელში რომ აღმოჩნდეს ეს სპრეი, ამ შემთხვევაში რა სანქცია მის მიმართ, ოჯახის წევრზე თუ მყიდველზე ხო არ არის? ეს ერთი. მეორე კითხვა არ არის, უბრალოდ მაინტერესებს იარაღის ვიზუალური შეფასების თვალსაზრისით სანთებელებიც იყიდება, რომელიც ძალიან გავს. ამ შემთხვევაში რა შეიძლება, ანუ მე გულისხმობ, რომ შეიძლება ეს თვითონ ხმას არ გამოსცემდეს, მაგრამ ტარების თვალსაზრისით იგივე სიმძიმის, იგივე წარმოსადეგი და იგივე ვიზუალის არის. და ზოგადად ყიდვასთან დაკავშირებით სამივესთან მაქვს ასეთი კითხვა. ონლაინ ყიდვასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ? იმიტომ რომ აი დღესაც მაგალითად დილით ტელეფონს რომ ნახულობდი, მაგალითად იმხელა რაღაცა ელექტრო მოწყობილობა, შოკური მოწყობილობა ვნახე რომ შეგიძლია 35 ლარად სახლში მოგიტანენ, რომ რა ვიცი, ხე ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერ ბავშვს ასე გამოიცა. არა, მე ზოგადად არ ვარ მოყვარული იარაღის და რაღაცა ისეთ გასართობი თვალსაზრისით გამოყენების და აი ამ ონლაინ გაყიდვას და ეხა ამ თემას არ ეხება, მაგრამ აი ზოგადად ისე რომ არ გამოგვივიდეს თქო, როგორც არის, რომ მაგალითად დანისტარება ზოგადად შეზღუდულია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. აი ამ თვალსაზრისით რა მოსაზრება გაქვთ? ეხა დანაზე არ მაქვს კონკრეტულად, მაგრამ დანა მაინც თვალშისაცემია, იმიტომ რომ გნებავთ ონლაინ, გნებავთ ქუჩაში, გნებავთ მაღაზიაში, ნებისმიერი ზომის ცივი იარაღის ყიდვა არის შესაძლებელი, თუმცა აკრძალულია. მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობა მუდმივად საჭიროებს ხოლმე გადახედვას, იმიტომ რომ მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ დავარეგულიროთ ეს საკითხები, იმიტომ რომ პრაქტიკაში ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. გავყვები ეტაპობრივად, რაც შეეხება 18 წლის ქვემოთ თუ მოხდება, ასე ვთქვათ, წიწაკის სპრეი ბავშვის ხელში. მოგეხსენება, ჩვენთან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან იწყება, შესაბამისად 16 წლის ზევით 18 წლამდე თუ ექნება, ასე ვთქვათ, ბავშვის საშუალება, მის მიმართ გავრცელდება ის რეგულაციები, რაც დაკავშირებულია წიწაკის სპრეის ქონასთან და ტარებასთან და ასე შემდეგ, თუ უნებართოდ იქნება ეს ბუნებრივია და შესაბამისი სანქციები გატარდება. 16 წლის ქვემოთ ამ შემთხვევაში ჩვენ
მოვიძევთ ვინ გაყიდა ეს საშუალება და იმ ასე ვთქვათ იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური პირი ვინც მიყიდა მას დაეკისრება პასუხისმგებლობა იმიტომ რომ მას არ ქონდა უფლება მიეყიდა 18 წელს მიღწეველი პირისთვის წიწაკის სპრეი. ასევე შობლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩადებული შობლის პასუხისმგებლობა ცალკე არის განსაზღვრული თუ შობელი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს გათვალისწინებულია ჯარიმები და ამ ნაწილში შეგვიძლია ვიფიქროთ რომ თქვა შობელის მიმართებაში დაწესდეს გარკვეული საკითხები პასუხისმგებლობის კუთხით. სათებელი შემთხვევაში ეს იარაღის კატეგორიაში არ გადის ეს ჩვეულებრივი სათამაშო, რა ვიცი, იარაღის სათამაშო არის იარაღი რეალურად და აქ ასე ვთქვათ კონკრეტულ რეგულაციებს არ თავაზობთ, თუმცა გეთანხმებით რომ აქაც რისკები არის, მაგრამ ამ ეტაპზე ვინაიდან კანონი ამას არ ითვალისწინებს და არ არეგულირებს იარაღის შესახებ კანონი სათამაშო იარაღებთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამ შემთხვევაში ვერ ვეხებით. ონლაინ ყიდვას რაც შეეხება და შემოტანას თუ საქართველოში ყიდის ონლაინ ამ შემთხვევაში იგივე რეგულაციები გავრცელდება რაც წინასწარ ლიცენზირების ვალდებულება ექნება და ამ შემდეგ თუ საზღვარგარეთიდან ინდივიდუალურად ერთი ცალი შემოაქვს ამ შემთხვევაშიც უნდა მოიპოვოს მან თანხმობა მოსახურების სააგენტოსგან და შემოვიტანოს თუ კი დიდი პარტია შემოაქვს ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო გასცემს ლიცენზიას ყველა ამ საშუალებაზე რაზეც ვისაუბრეთ ასე რომ ამ ნაწილშიც კონტროლის მექანიზმები არსებობს და რაც შეეხება დანებზეც სერიოზული ასე ვთქვათ წუხილები არსებობს იცით ჩვენ რომ გავამკაცეთ მიდგომები დანის პირველი ტარება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას განმეორება სისხლის სამართლებრივი წესით დაჯადიქმედება წინა წლებში სასჯელიც გაიზარდა და ვთქვათ დასამართლებელი პირის მიერ თუ არის ტარების ფაქტები თუ არ ვშთები 4 წლამდე არის თავისუფლების აღკვეთა რაც გამკაცდა დანებთან დაკავშირებით კანონმდებლობა ჩვენ სტატისტიკას როცა ხედავდით მნიშვნელოვნად დაიკლო ეს ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ კიდევ საჭიროებს გადახედვას, ანუ კონტროლი საჭიროა ვაჭრობის ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად ის ჩანაწერები რაც კანონში გვაქვს, არაეფექტურია. ამასთან ცივი იარაღის კატეგორიაში გადის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ საშუალება, მაგალითად, რა ვიცი, რაც დაკავშირებულია თუნდაც პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან ჩოხა ხალხთან დაკავშირებით ან ტრადიციული ჩაცმულობის წესი. ასე რომ ძალიან დიდი სპექტრს მოიცავს ეს ცივი იარაღების კატეგორია და ამ შემთხვევაში საჭიროებს უფრო სიღრმისეულ მუშაობას და აქ გვაქვს ჩანაწერი რომ თავრობას ენიჭება უფლებამოსილება კონკრეტული რეგლამენტი დაადგინოს დანებთან დაკავშირებით რა შეიძლება იყოს თავისუფლად ნორმაში, რა შეიძლება იყოს შეზღუდული და ასე შემდეგ. ასე რომ ამ საკითხს მუშაობ და ეს ასე ვთქვათ გამოწვევა სერიოზული, რასაც თქვენ ბრძანებთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან. ერთი მაინტერესებს, ანუ თქვენ რო თქვით ონლაინ ინდივიდუალურ, ცალობით შემოვა თუ ვთქვათ დიდი მასშტაბით ამას ჭირდება კონკრეტული საბუთი ან დოკუმენტი. ანუ აქ ვრცელდება Amazon-ი, Temu, Trendyol, ასეთი საიტები, ხო, რომელსაც ვთქვათ შეგვიძლია ჩამოტანა. ანუ მათაც დაჭირდებათ კონკრეტული საბუთი, რის საფუძველზე ვთქვათ მათ ეკნებათ უფლება შემოიტანონ. ეგ მაინტერესებს. ანუ ნახეთ, ლიცენზიის ქვეშ მოექცევა როგორც იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ვაჭრობა, ყველა მოექცევა ლიცენზირების ქვეშ. შესაბამისად, როგორც ინდივიდუალური, ასევე ვთქვათ, თუ კი პარტიად შემოაქვს, ანუ დიდი რაოდენობა შემოაქვს, ამ შემთხვევაში განსაზღვრულია ინდივიდუალურზე გაცემს მოსახურების სააგენტო, როცა დიდი პარტიის შემოტანა ხდება, როგორც იარაღზე არის დღეს და ვერ შემოიტანს ადამიანი და სჭირდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობა, ანალოგიური რეგულაციები გავრცელდება აქაც. მადლობა, ბატონო გახლავთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გიორგო ბოს. ჩემი კითხვა ესეთია, ეხლა გასაგებია ის სამი ვითარება, რითაც შეიძლება ეს შეძენილი იქნას. მაგრამ აი მოქალაქეს ჩვეულებრივად რა მოეთხოვება, რომ უნდადეს შეძენა აი ამ საშუალებების. აი რა უნდა წარადგინოს თვითონ იმისათვის, რომ მან მიიღოს უფლება ამის ტარების ან შესყიდვის. ანუ თანხმობის ნაწილი წესდება ორი იარაღთან დაკავშირებით, ერთი არის აკუსტიკური იარაღი, ანუ ხმოვანი იარაღი და მეორე გაზის აეროზოლული მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი. რაც შეეხება აკუსტიკურ იარაღს, ვინაიდან დანიშნულება მხოლოდ სამი აქვს, ეს არის სპორტული ღონისძიება, თეატრალური გადაღება და კინოგადაღება ამ შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოს, რომ ამ ბიზნესთვის სჭირდება და რა თქმა უნდა მიეცემა თანხმობა. რაც შეეხება
და პოლიცია შეისწავლეს თუ მართლა კინოგადაღება აქვს და მოიტანს რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, გაიცემა ეს თანხმობა. რაც შეეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ამ შემთხვევაში ადამიანებმა მიმართოს და პოლიციას და თქვათ ახსნას, რომ ჭირდება ეს თავდაცვის მიზნებისთვის, ანუ ხო თავი რომ დაიცვას. მაგრამ ეს გარდა ამისა ასევე იქნება რაოდენობრივად შეზღუდვა. ხო არ შეიძლება ხეთ თანხმობა გაიცეს და წავიდეს ადამიანმა და 100 ცალი 200 ცალი ერთად იყიდოს და მე დაარიგოს, ხო არის ამის რისკი და ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული რეგულაცია შემოდის, რომ რაოდენობრივ ნაწილთან მიმართებაში და საჭიროებასთან მიმართებაში, ხო? თუ ახლა ადამიანს აქვს იარაღის ტარების უფლება, მაგალითად ის კიდე გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ითხოვს თანხმობას, ლოგიკა არ არის, ხო? რა სჭირდება, შეუძლია დაიცვას თავი და ამ შემთხვევაში შეისწავლის პოლიცია ამ ნაწილს და გაიცემა ეს თანხმობა. ან თქვათ კონკრეტული გარევები შეიძლება მიუთითოს, რაც აყენებს იმის საჭიროებას, რომ სჭირდება მას თავდაცვის მიზნებისათვის. ან დიახ, აეროზოლის შემთხვევაში. რაც შეეხება ელექტროშოკს, თლიანად შეზღუდული არის და მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს ექნებათ მისი ქონის უფლება. ამ სამი არხთან დაკავშირებით ეს რეგულაციები. თუ არ გჭირდება შენ აი ამ დაუშვათ იგივე გადაღების დროს, იგივე დაუშვათ სპორტული ღონისძიებების დროს, სხვა შემთხვევაში არ გაიცემა არავისზე. თუ ეს წარმოადგინა გასაგები ამაზე გაიცემა, მაგრამ სხვა არანაირი დოკუმენტი არავის არ გაიცემა. გასაგები, მადლობა. მადლობა, ბატონ ალექსანდრე, მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. აქ საუბარი იყო ხმოვან აკუსტიკური იარაღზე, რა თქმა უნდა ეს სპორტულ არსებობს ჩვენთან სროლის ფედერაცია და რამდენად აუცილებლად შეეხება ხო მათაც რა თქმა უნდა ეს ცვლილებები და თუ გქონიათ კომუნიკაცია ფედერაციასთან ინფორმირებულობის კუთხით და თუ რაც მათი განმოსახედიდან ფედერაციისთვის რამე შემოფერხებელი ხო არ იქნება ეს გარემოება მათთვის. ფედერაციისთან მართალი გითხრათ კომუნიკაცია არ ქონია, თუმცა რა თქმა უნდა აქ გათვალისწინებულია მათი საჭიროება, სპორტული ღონისძიებებისთვის თუ ესაჭიროებათ, უპრობლემოდ გაიცემა აქ თანხმობა და პირიქით ანუ ჩვენი მხრიდან მათ შეფერხება არავითარი არ ექნებათ. აქ საუბარია ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომელსაც არანაირი დანიშნულებით არ სჭირდებათ ეს იარაღი, ყიდულობენ და მერე უკვე ხდება სხვადასხვა ღონისძიებებზე მისი არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევები. აი ამის პრევენცია გვინდა რეალურად. დიახ, ბატონო რედაქტორ. მოგესალმებით, მაინტერესებს აი იარაღთან დაკავშირებით თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროების სამებრდათ ან მაგალითებიც მოიყვანეთ აი ფილმის გადაღება და ასე შემდეგ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული კომპანია თუ ვინც იღებს ამ ფილმს და თქვენ გასცემთ ნებართვას. დასრულდა ფილმის გადაღება და ეს იარაღი სად მიდის მერე? უნდა დააბრუნდეს თუ რა უნდა მოხდეს? ამაზე თუ გაგვიყვება. არა, დარჩება მას, რა თქმა უნდა, ეს საკუთრებაა და ჩვენ ვერ შეუზღუდავთ მის ქონას, რა თქმა უნდა, მას ექნება ეს საკუთრებაში, თუმცა ვერ გამოიყენებს გარდა ამ დანიშნულებისა, რაზეც თქვით, რომ თუ თქვა ახალი ღონისძიება იქნება გამოიყენებს იქ, თუ არ იქნება შეინახავს და ტარების უფლება არ ექნება მას და ექნება თან ეს საშუალება. საკუთრებაში დარჩება ხო, უნებრივია მაგას. კი ბატონო, სახში ექნება და უბრალოდ ვერ გამოიტანს, ვერ გამოიყენებს, თუ ღონისძიება იქნება გამოიყენებს, თუ არ ექნება ღონისძიება, სახში შეუძლია შეინახოს. კი ბატონო, კითხვები თუ არ არის კომიტეტისებს, ვთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ. მომხრე, დიდი მადლობა. კანონპროექტს აქვს ჩვენი კომიტეტის მხარდაჭერა. სხვა საკითხები დღის ეს იქით არ გვაქვს თვითცინებული. წარმატებებს გისურვებთ ბატონ ალექსანდრე, მადლობა მოხსენებისთვის და სულამად ახურული. მადლობა.